პრაქტიკაში ახლა ჩვენთან ნაკლებად მოდის ისეთი ადამიანები, რომელიც ესეთ ტიპის ნარკოტიკებს მოიხმარენ, ანუ ჩვენ უფრო ემერჯენსებიდან და სხვა ასეთ ტიპის დაწესებულებიდან ვიღებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოიმატა თვითონზე დოზირების რიცხვა და ჩვენი ვარაუდით ეს არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების და იმ სინთეტიკური ოპიატების გამოჩენა, რომელიც ამბოლო დროს გამოჩნდა ევროპის ბაზარზე და ამერიკაში უკვე რამდენიმე წელია და ამბოლო დროს უკვე საქართველოშიც ალბათ არის. ახლა რამდენად ჩვენ ქვეყანაში ჩვენ შეგვიძლია ამის დადასტურება არ დადასტურება ეს მოკლედ ჩემ კომპეტენციას ამხარად სცილდება, იმიტომ რომ ხა მაგალითად იგივე ბრიტანეთში შარშან შეძლეს მხოლოდ რამდენიმე სიკვდილის შემდეგ იმის იდენტიფიცირება, რომ ეს იყო ეს ახალი ფსიქოაქტიური, ანუ ახალი სინთეზური ოპიატები, იზოტონიაზიდები ქვია ამას, რამდენიმე სახეობა, რომელიც ფენტანილზე ბევრად უფრო მძიმეა. ამიტომ არ გამოვრიცხავთ, რომ ესეთი ტიპის ნარკოტიკი ჩვენ ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენთან მოთხოვნა იცით, რომ ძალიან მაღალია და ეს მოთხოვნა როცა მაღალია ქვეყანაში ყოველთვის შემოდინება ესეთ ტიპის ნარკოტიკების და დარკნეტის არსებობა და ზოგადად ესეთ ტიპის გაყიდვების, როგორც დღეს არის, შესაბამისად იწვევს იმას, რომ ესეთ ტიპის ნარკოტიკების შემოღწევა, რა თქმა უნდა, არის მაღალი. თან რა ახასიათებს ამ ნარკოტიკებს სამწუხაროდ შავი ბაზარი მათ სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, ნარკოტიკებში ურევს, ანუ კოკაინში, ანუ აღმოაჩინეს მაგალითად ტალინში იყო ბენზოდიაზეპინებში, იყო ბუპრენორფინში, იყო კოკაინში, იყო ჰეროინშიც კი გარეული ეს იზონიეთი და ბენზოდიაზეპინებში, ანუ ადამიანი ვითომ იღებს დაუშვათ იგივე დიაზეპამს და შესაძლებელია ამ დიაზეპამში იყოს მოკლედ ეს განსაკუთრებით საყურადღებო ნაწილია ალბათ ამ თემასთან დაკავშირებით და რაც შეეხება სწორედ აი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების რისკებსა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ამაზე მინდა რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს ინფორმაცია, აი რა პოტენციური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს აი ნივთიერების ამ შემთხვევაში მრავალჯერადად მოხმარებამ. არა, აქ მრავალჯერად მოხმარებაზე სამწუხაროდ არ არის საუბარი, აქ არის ზუსტად ერთჯერად მოხმარებაზე საუბარი, რომ ერთჯერადმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. იმიტომ რომ ეს ნივთიერება ბევრჯერ აი ფენტანილი ხო აღემატება მაგალითად მორფინს 1000 ჯერ, ხო ეს კიდე უფრო მეტად აღემატება უკვე ფენტანილს. თავისი მომაკვდინებელი ეფექტით, რაც ბოლო 2 წელია გახდა ევროპის მოკლედ სერიოზული პრობლემა. რაც ევროპაში პრობლემა ხდება, ის ეგრევე ჩვენთან. თან ყველაზე ცუდი არის ის, რომ მაგალითად საქართველოსთვის რამდენიმე წლის წინ და აი მაგალითად შარშანაც კოკაინის მოხმარება არ იყო დაუშვათ ესეთი აქტუალური. ეხლა სამწუხაროდ უკვე გაჩნდა კოკაინის ბევრი შემთხვევა, როგორც ერთჯერადი მოხმარების, ასევე უკვე დამოკიდებულები ადამიანი, რომლებიც არიან უკვე დამოკიდებული კოკაინზე, რაც ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სადაც ჩნდება კოკაინი, იქ ჩნდება უკვე კოკაინის სინთეზური ვარიანტები, ასევე კრეკი და ასევე მძიმე, რაც არის კოკაინისთვის დამახასიათებელი. რომელიც არის დღეს ევროპისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა და დელი მსოფლიოსთვის, როგორც არის დაუშვათ ახლა ფენტანილი ამერიკისთვის და ესეთ ტიპის ნარკოტიკები. ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს არის გარეული ასევე ეგრეთ წოდებულ კლუბურ ნარკოტიკებში, რომლებსაც მოიხმარენ კლუბებში და მოკლედ როგორიც არის მეფედრონი, ექსტაზი, MDMA, DMT ესეთ ტიპის ნარკოტიკებში, რაც დაუშვათ მომხმარებელი ყიდულობს ერთ ტიპის ნარკოტიკს და შესაძლებელია მასში იყოს ეს გარეული. თან მოქმედება იწყება რამოდენიმე საათის შემდგომ, ანუ პირველი ეფექტი არის იმ ნივთიერების, რომელიც მან თითქოს იყიდა, მაგალითად ეიფორია, რაღაცა აჟიტაცია, მამდაგვარი და შემდგომ უკვე იწყებს მოქმედებას ოპიატი, რომელსაც მერე მოაგზილიანობა
და ამ ძილიანობის შემდგომ მოკლედ ადამიანები რო იცინებენ შეიძლება დილას აღარ გაიღვიძან, იმიტომ რომ უკვე აღინიშნება ზედოზირება. Ამდენად ჩვენი ქვეყანა მზად არის ამ წუთას დიაგნოსტირებისთვისაც ამ ნივთიერების, ესეც მე არ ვიცი სამწუხაროდ, ალბათ ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა მოახდინოს ამაზე და სამხარაულმა ამ ნივთიერებების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, მაინც არის რაღაცა რაოდენობა ამ ნივთიერების, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჩვეულებრივ ტესტი, რაც ჩვენ გვაქვს, ის ჩვენ ვაკეთებთ დაუშვათ, ან იგივე მომხმარებელს ამაზე ინფორმაცია ნაკლებად აქვს. და შესაბამისად ეს საკმაოდ რთულად არის ამ თვალსაზრისით საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს და ეს ინფორმაცია რომც მოხდეს შეიძლება დაუშვათ იდენტიფიცირება ეს თუ აი ზედოზირების შემდგომ გარდაცვლილი ადამიანებს რომ მოხდეს იდენტიფიცირება ეს არის ოჯახის პრეროგატივა და ჩვენ ეს ინფორმაცია დახურულია სპეციალისტებამდეც არ მიდის, იმიტომ რომ მაგალითად ახლა ევროპაში ეს ვრცელდება იმ სისტემით, რომელიც დღეს არის, ეს არის პირველადი გაფრთხილების სისტემა ევროპაში, სადაც ნებისმიერი ესეთი ტიპის ნივთიერების გაჩენის შემთხვევაში პირს, რომელსაც ჰქონდა შეხება ან ემერჯენს, ან ნარკოლოგს, ან ადიქტოლოგს, ან ფსიქიატრს, ამასთან ვალდებულია ამ შეტყობინების სისტემაში ატვირთოს ეს ინფორმაცია. ჩვენ ახლა ინფორმაციას ვფლობთ ზუსტად ამ საიტებიდან გამომდინარე და არა დაუშვათ ჩვენი რაღაცა იმიდან გამომდინარე, ამიტომ საკმაოდ რთულად არის საქმე რა. დიახ, და ასევე აუცილებლად უნდა გკითხოთ მმართველი გუნდის მიერ უკვე დამტკიცებულ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე. რა მთავარ ხარვეზებს ხედავთ ამ თვალსაზრისით და რატომ არის მისი ამოქმედება ამდენად პრობლემური და საფრთხის-შემცველი? რეფორმის მიზანი, მოკლედ, უფრო მეტადაა ნარკომოხმარების შემცირება და ნარკოდანაშაულის პრევენცია თუ ზეწოლისა და კონტროლის ბერკეტის გაძლიერება თქვენი შეფასებით? მე სამწუხაროდ ვერ დავარქმევდი ამას რეფორმას, მე ამას დავარქმევდი მიწოდების ნაწილში რეპრესიების გაძლიერებას და ამას ემატება აგრეთვე მომხმარებელზე გარკვეული ასე ვთქვათ მექანიზმების შემუშავებას, რომელიც არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული ქვეყნებისთვის. ეს არ არის რეფორმა, არის როცა შენ ყველა სფეროში აკეთებ რაღაცა ცვლილებას, როცა შენ მხოლოდ რეპრესიას აკეთებ აქცენტს, მე ვერ დავარქმევ ამას რეფორმას, მე დავარქმევ ამას მიწოდებასთან ბრძოლის გაძლიერებას, კი ბატონო, დავარქვათ ესე და რეალიზატორებზე ორიენტირებულს, თუმცა ეს ყველაფერი კანონში არსებობდა, უბრალოდ რაღაცა ფაქტები შეიცვალა, ნუ გახდა 12-დან გახდა შეიძლება 17 წელი, ეს რეალურად არ მგონია რომ რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს, ერთადერთი ცვლილება არის რომ ანუ ყველაზე დიდი რისკი ამის ყველაფრის არის, რომ უამრავი გუსტარული და მძიმე ნარკოტიკის შემოდინება არ მოხდეს, რაც მოხდა მაგალითად, რომელიც უკვე გავიარეთ დაუშვათ ნულოვანი ტოლერანტობის დროს, როცა კანონი გამგაცრდა. როცა მოხდა იაფასიანი და საფრთხე ნარკომანიის დაუშვათ გაღვივება და დღეს ამ ყველა შედეგებს ვიწევთ. რა ვიცი, ჩემთვის გაუგებარია, როცა ბევრი წელი ამკაცრებდა არაფერი ქვეყანაში არ იცვლება და პირიქით მძიმდება სიტუაცია, მიზანი ამ გამკაცრების და მიზანია ესეთი დაუშვათ ცვლილებების ჩემთვის ნამდვილად ვერანაირ ასე ვთქვათ რეფორმატორულ სამაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ სამწუხაროდ. დიახ, და ასევე ძალიან საინტერესოა აი რა ხდება მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ესა თუ ის პირი არის ნარკომომხმარებელი. სთავაზობს თუ არა მათ სახელმწიფო რაიმე გზას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გადასაჭრელად? ზიანის შემცირებისა და რეაბილიტაციის ვთქვათ პროგრამები თუ არის ხელმისაწვდომი მათთვის? ხო, და ჯერჯერობით არაფერი ამ დაგვარი თქო მეორე ნაწილში რაც დაუშვათ, აი გამოვახდინეთ გამოვლინება
მოვახდინეთ რაღაცა დაუშვათ ადამიანი არის ნარკოტიკი. ხო, აი შემდეგ როგორ გრძელდება პროცესი? შემდეგ რაშუებით არ ვიცი, იმიტომ რომ ამ კანონ პროექტში ეს ნაწილი არ არის გათვალისწინებული. ჯერჯერობით ესე არ არის, ანუ არანაირი ის იგივე ის დაუშვათ რაღაცა რაც დაანონსდა ეს სავალდებულო ტიპის მკურნალობა, რომელსაც დაანონსა მმართველმა გუნდმა, აქაც ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი, იმიტომ რომ ვინ უნდა გააკეთოს, როგორ, სად, რა რესურსით, რა თანხით, რამდენი ხანი გრძელდება, 2 წელი ვინ ატარებს, სად ვატარებთ, ეს არაფერი არ არის ჯერ ცნობილი, თუმცა ძალიან მალე მოვა 1 ივნისი, ანუ ამ წუთას არანაირი ინფრასტრუქტურა ქვეყანას ამისი არ აქვს. რამდენად სწორი არასწორი ეს კიდე მეორე საკითხია, ხვდებით, მაგრამ როცა ესეთ რაღაცებს ანონსდება შესაბამისად უნდა იყოს ხო მზად სახელმწიფო რომ ეს განახორციელოს. ნუ რა ჩვენთან არ ქონია არავის არც კონსულტაცია, არავის უკითხია, რამდენად სწორია, არასწორია, როგორ უნდა გავაკეთოთ. ალბათ თვითონ რაღაცას იტყვიან, ალბათ 10 დღე დარჩა და ველოდებით ჩვენც ყველა რომ რა იქნება და როგორ იქნება. ყველა შემაშფოთებელი კიდე ამ კანონში არის აი იმ პრაქტიკასთან დაბრუნება, რომელიც კიდე უფრო გაუარესებელია, ეს არის ქუჩის ტესტირება, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრაქტიკა და 160-170,000 ადამიანი გადაყავდათ. აქედან ძალიან ცოტა რაოდენობა ვლინდებოდა, რომ იყო ნარკოტიკის მოხმარების დროს. უბრალოდ აქ ეხა კიდე უფრო გამკაცდა, ანუ არის შემთხვევაშიც კი ამ ადამიანს შეიძლება გარკვეული უფლებები ჩამოერთვას და გარკვეული, ასე ვთქვათ, რეპრესიების სხერფლი გახდეს დაუშვათ იგივე უფლებების გამო, იქ მართვის მოწმობის და ასე შემდეგ. თუმცა, აი რაღაცა კონკრეტიკაც არ ჩანს ჯერჯერობით. ანუ კანონმდებელი აქტები ამ კანონ პროექტს ჯერ არ მოყოლია და რაც წერია კანონში, ეს ყველაფერი ისედაც ეწერა. დიახ. არაფერი აქ არ შეცვლილა, ნუ რაღაცეები გაიმიჯნა იურიდიულად, რომელშიც ახლა მე ვერ შევალ ამის. მესმის, დიახ. ხილვაში, ხვდებით, იმიტომ რომ იურისტების და ადვოკატების საქმეა იქ. გასაღება, შენახვას, რაღაცებს, ანუ გადაცემა, რაღაცეები ამ დაგვარი შეიძლება პოზიტიური იყოს, შეიძლება ეს უფრო იურისტების კომპეტენციაა. ჩემს თავარია მომხმარებელი არ მოყვეს ამ რეპრესიებში. არ გახდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, ისევ ზეწოლის და ისევ აი ამ მექანიზმის ქვეშ, იმიტომ რომ ეს არ შეცვლის სიტუაციას, პირიქით გაიზრდება სტიგმა, ეს ადამიანები ისევ წავლენიათ და ქვეშ არაფერი არ მოხდება, პირიქით მოხდება უარესი და კუსტარული ნარკოტიკების, იმიტომ ეს ხო გავიარეთ უკვე, ეს ხო არ არის რომ დღეს ჩვენ რაღაცა ახალი მოვიგონეთ, ეს უკვე იყო, ეს კინო ყველას ნანახი აქვს და ვიცით რა შედეგი მოაქვს და რა შედეგი მოგვიტანა. ქვეყანაში სადაც მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, იქ მიწოდება ძალიან მაღალია, არ აქვს მნიშვნელობა შენ რამდენად რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და რამდენი დილერიც არ უნდა დაიჭირო, მაინც გაჩნდება ახალი და მაინც იქნება მიწოდება თუ იქნება მოთხოვნა. თუ შენ არ შეამცირე მოთხოვნა, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ ნარკოტიკი, როგორც თუ არიან დამოკიდებულები და მათ ყოველდღიურად ჭირდებათ ნარკოტიკული ნივთიერება, ისინი არ გადაიყვანეს სამედიცინო სერვისებში, არ იზრუნე მათზე და არ მიეცი მათ საშუალება, რომ თავიანთი პრობლემები მოაგვარონ და ეს მოაგვაროს სამედიცინო დაწესებულებამ და არა დილერმა. რა თქმა უნდა, დილერი აუცილებლად ეჭვდება, რომ ეს პრობლემები მათ მოუგვაროს ყველანაირად. მიწაში ჩადებს, იქ რაღაცა მიმინოებს, იქნება დრონები, ყველანაირი ტექნოლოგია არსებობს დღეს იმისი, როგორ მიაწოდონ ნარკოტიკი. დარკნეტი დღეს ისეა სამწუხაროდ განვითარებული, რომ ეს დარკნეტი ეს არ არის საქართველოს უნიკალური პრობლემა, ხვდებით, რომ ჩვენ დარკნეტი არის და ეს დარკნეტი ესე მუშაობს. ყველა ქვეყნის პრობლემაა, ყველა ქვეყანაში, სადაც მაგრამ ჩვენ ვართ უნიკალური ერთი მხრივ, რომ ჩვენთან არის ძალიან ბევრი ნარკოტიკის მომხმარებელი, რომელიც მოგვიტანა ამდენი წლის რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ. ანუ ეს არის უამრავი ადამიანი, რომელიც არის დაავადებული
ეს არის 52,000 ინიექციური მომხმარებელი. ეს არის ადამიანები, რომლებიც ძალიან დაავადება აქედან დაახლოებით 14-15,000 არის ჩართული ჩანაცვლებით თერაპიაში, დანარჩენები არიან ქუჩაში, ხო? მოიხმარენ კვლავ ნარკოტიკს. ეს არის ოპიატი, შეიძლება ეს იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, სხვა და სხვა. პლუს ამას ემატება ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ეს არის ამატება სხვა კიდე ბევრი ნივთიერება, რომელიც შეიძლება ჩვენ არც ვიცით.